ჩემი ხმარის მის? კი, ქაინის ნიკას ქონდა გათიშო. ნიკა შენ გამორთული გაქვს მე მგონი ხო? ხა ჩართა. ხო ჩავთე. ხო. მოდი თავიდან დავიწყოთ, ესე იგი ნახეთ როგორ თანამედროვეობით მივყვეთ პროექტის წარდგენებას. რომელი პროექტი ავიღეთ, თქვათ, სავარაუდოდ უმეტეს შემთხვევაში ჩვენი API გამოყენებული ვიცით. რა ქვია ჩვენ პროექტს, რომელი API გამოვიყენეთ, ამ API-დან რამდენი endpoint-ი გამოვიყენეთ, თუ ყველა გამოვიყენეთ, სადუკეთესი, ეგრეთ ვთქვათ. Angular-ის პროექტი გვაქვს შედგენილი, ბუნებრივია და Angular-დან რა მექანიზმები გავაკეთეთ ამ პროექტის შესრულებად, ვთქვათ, კომპონენტები გამოვიყენეთ, routing გამოვიყენეთ, თუ ასე შემდეგ, ვთქვათ, თითოეულ შესახებ კოდი განვიხილოთ, გავაზიაროთ კოდი და ვნახოთ რა დროს რა გამოვიყენეთ, ვთქვათ, აი კომპონენტებად რა დავყავით და როგორ გავაკეთეთ ამის ორგანიზება, routing-ი რა შემთხვევაში დაგჭირდა სიტყვაზე და ასე შემდეგ. მოკლედ, რაც კი გამოვიყენეთ Angular-დან, როგორ გამოვიძახეთ, ვთქვათ, ასინქრონულად სერვისი და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველა დეტალი, ვთქვათ, მოდულ გავყვეთ და ვნახოთ, აბა როგორ არის გაკეთებული კოდი. აი დავიწყოთ ასე, ანუ ჯერ რა გამოვიყენეთ, ესა რომელი სერვისი გამოვიყენეთ და მერე Angular-ში რა მექანიზმები გამოვიყენეთ ამ პროექტის შესრულებლად. ნუ დავიწყოთ. ანუ ჩვენ გავაკეთეთ შესწორნევის საიტის პროექტი, გამოვიყენეთ თითქმის ყველა არსებული API, აქ გვაქვს ჩამონათვალი პროდუქტების, მითითებულია ყველა მაჩვენებელი როგორც იყო მაგალითად მოყვანილ საიტზე, რომ შეიცავს თუ არა თხილს ვეგეტარიანულია მაჩვენებლების სიცხარის ფასები, ასე შემდეგ, ასევე კალათაში დამატების ფუნქციაც არის, შემდეგ კალათის ნახვაში, როცა გადმოვდივართ, აქ ხვდებით ამ პროდუქციებს. აქ შეგვიძლია დამატება ასევე გარკვეული იმის და ნუ წასვლის შემთხვევაში ვიშლება მთლიანად ის აღნიშნული სახეობის პროდუქტი. ნიკოლოზ, ნახე რა მაინტერესებს, ეს ყველაფერი კარგია. კალათაში კარგად ჩანს სერვისების გამოყენების სრული პაკეტი, ანუ ეგრეთ წოდებული CRUD-ი, ხო? აბა თუ მეტყვირი, როგორი შიფრება CRUD-ი და რას ნიშნავს და თითოეული მოქმედება ახლა შეასრულე, ხო? რომელ შეესაბამება, შეგიძლია მითხრა? როგორ გაცრავად? CRUD-ი, აი CRUD-ი გამოვიყენეთ ახლა ფაქტიურად ის რა ქვია, endpoint-ები რო გამოვიყენეთ, endpoint-ები ხო გამოვიყენეთ ახლა ამ კალათაში დამატება იყო და ასე შემდეგ, რაც ჩამოთვალე და თან გვაჩვენე, დემონსტრირება გააკეთე. აქედან რომ ეს თვითონ ეს CRUD-ი რო შეხვდებათ ეს ტერმინი, როგორც წესი, ხშირად იყენებენ ხოლმე მუშაობის პროცესში. რო არ დაგაბნიოთ ამ ტერმინმა, ხომ გავიცოდეთ რას წარმოადგენს CRUD-ი. ვიცით რა არის CRUD-ი, როგორი შიფრება, აბა CRUD-ი? მე არ ვიცი. აი ეს 4 მოქმედება უკვე შენ ჩამოთვალე, ნიკოლოზ, 4-ვე მოქმედება გააკეთე და ჩამოთვალე კიდევაც. აი, მათ გულისხმობთ ისა delete post-ი და ისა? ხო, აი ეს ყოველ შემთხვევაში ასე აღიქმება. ნახე, create გახსნა, ანუ როცა შენ კალათაში შექმენი რაღაც ახალი პროდუქტი დაამატე კალათას, ეს ნიშნავს, რომ კალათის ობიექტში ჩვენ დავამატეთ ახალი ჩანაწერი. Create-ი გავაკეთეთ, ანუ გაქვს ახალი ჩანაწერის დამატებას ნიშნავს ეს C პირველი ასო. მეორე read, ანუ წაკითხვა, როცა თქვა ჩვენ შევედით კალათის გვერდზე, იქ შენ გამოიყენე get-ი, ხო ასეა? get-ი არის სწორედ read-ი, ინფორმაციის მიღება სერვისიდან. შემდეგ გააკეთე ცვლილება ამ უკვე არსებულ ჩანაწერებში 4 ჩანაწერი ქონდა, ხო? თავიდან რომ ნახეთ კალათაში ქონდა 4 ჩანაწერი და 4 დამატებული პროდუქტი. თითოეულ პროდუქტს თავისი რაოდენობა ქონდა მითითებული და შენ ადექი და ეს რაოდენობა შეცვალე. ანუ update-ი არის A, ხო და მეოთხე მოქმედება არის წაშლა, delete. და ეს არ უნდა დაგაბნიოთ, აქ ხშირად გასაუბრებაზე იქნება ეს თუ თქვა უშუალოდ კომპანიაში მუშაობისო თქვენი თანამშრომლები ამ ტერმინებით მოგმართავდნენ იქნება და ამიტომ ამ ტერმინმა არ უნდა დაგაბრუნოთ. CRUD-ი ალბათ ნახსენებიც ექნებოდა ზადას ბევრჯერ და ეს უბრალოდ არის პოსტი,
ჩვენ უბრალოდ იქ რა ქვია endpoint-ებს თუ გავყვებით post-ი, get-ი, delete-ი და add-ი. აი ეს ვარიანტები გვაქვს, insert-ი უბრალოდ. ეს ვარიანტებია შესაბამისობაში krat-თან. მეტი არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ტერმინები უნდა ვიცოდეთ. კარგი, მოდი ახლა გავხსნათ ნიკოლოზ შენი აპლიკაცია, კოდი მაჩვენე და მაჩვენე ეს ძალიან კარგადაა გაკეთებული, აი თქვათ კომპონენტებად დაყოფილი სავარაუდოდ, თქვათ აი header-იც ამკე გაქვთ, ფუტერი გვაქვს ან გამოყენებული საერთოდ. არა, ფუტერი არ გამომიყენებია, ვიფიქრე. აი როგორ დავყავით კომპონენტებად მთელი ჩვენი აპლიკაცია, პროექტი, როგორ დავყავით კომპონენტებად, რა კომპონენტებად დავყავით, რომ მაჩვენო კოდში. ერთი თვით ახლავე გავაზიარებ იმას studio code files. Სეგი გავაკეთე კომპონენტების ფაილი ცალკე, ინტერფეისების ცალკე, სერვისების ცალკე. Services ფაილში მაქვს home service TS და cart service TS-ი და კომპონენტებში მაქვს cart-ი და home-ი. ინტერფეისებში შესაბამისად მაქვს ორი TS ფაილები, რომლებიც გამოვიყენე იმ ეხლა ნახე ბუდი ასე თვითონ დაგიცვა. როდესაც cart-ში შედიხარ, აბა cart-ში შესვლის დროს რაღაცა კომპონენტები რჩება, ხო? თქვათ cart-ის გვერდზე, აი თქვათ თუნდაც header-ი. header-ი ხო იგივე რჩება? ეს კომპონენტად შეგიძლია გამოგეტანა. ანუ ნახე აი მარტივად რო დავსვათ კითხვა home-ი კიდე რა კომპონენტებად შეიძლება ჩაიშალოს თქვათ კიდევ დამატებით home-ი პირველი გვერდია ხო მაგას გულისხმობ ალბათ ხო home-ში დიახ კი home-ი კიდე შეგვიძლია დავშალოთ რამოდენიმე კომპონენტად home-ი მაგალითად ანუ header-ი body და footer რა ესე გულისხმობთ header-ი და footer-ი დარჩებოდა cart-ში გადასვლისას ამოწმიდი მარტო body-ს უფრო სწორი იქნებოდა ხო ასეთი მიდგომა მთელი დანიშნულება კომპონენტების ეგაა რომ არ ვაწვალოთ სერვისი ყოველ ჯერზე თავიდან დააგენერიროს მთელი გვერდი და თავიდან ჩატვირთოს მთელი გვერდი ამიტომ და ამით გამოირჩევა ხო single page აპლიკაცია ამით გამოირჩევა დანარჩენი ჩვეულებრივი აპლიკაციებისგან რომელსაც ვთქვათ JavaScript-ის საშუალებით ვახორციელებით აქამდე ხო აბა single page აპლიკაციაზე რა შეგვიძლია მითხრა ორი სიტყვით რომ მითხრა რას წარმოადგენს და რა მექანიზმებია გამოყენებული Angular-ში რომ აი მიდგომას მივახციოთ აი შედეგს მივახციოთ რომ ჩვენი აპლიკაცია single page იყოს ერთგვერდიანი აპლიკაცია რომ იყოს რომ რითი ვახცევთ ხოლმე ამ შედეგებს single page-ად მაგათად ანუ მხოლოდ ერთი კომპონენტი იყოს და იმაში რომ ჩავშალოთ დანარჩენი კი ბატონო, მაგრამ ნახე უფრო ადვილად გასაგები იქნება, რომ აი შენ ხო გაქვს იქ ჩამონათვალი პროდუქტების, როცა გავფილტრავ, თქვა, საწყის გვერდზე ხო გაქვს პროდუქტების ქარდები. ქარდზე დაკლიკებისას ხო შედიხარ დეტალურ ინფორმაციაში, ხო გაქვს მაგი გაკეთებული? ანუ როგორ აი ნახე, მოდი აბა ისევ გავხსენი შენი აპლიკაცია, გავუშვი. გაფილტრე რაღაცა მეთოდით, პირველ გვერდზე გადადი, საწყის გვერდზე გადადი. ახლავე. აი აქ. და ახლა ხო, კი ბატონო. ახლა დავაკლიკოთ თელ ქარტს. ქარტში ხო შევდივარ დეტალურ ინფორმაციას არ გვაძლევს? არა, ეს არ გამოიყენე გა? ეს რა მქონია, არა. ხო, ნახე აქ რა მოხდებოდა, ახლა უბრალოდ რომ მარტივად რო ავხსნათ, ნახე, აქ ქარტზე დაკლიკებისას შენ არაფერს არ ვცვლი მთელ გვერდზე. ფუტერიც რჩება, ჰედერი რჩება, ზედანაწილი და ქვედანაწილი ირჩება. ახალი ქარტი შემოდის ხო? ქარდის ID-ის მიხედვით, თქვათ, აი პროდუქტის ID-ის მიხედვით, შენ იგებ ამ პროდუქტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. და ამ შემთხვევაში აი query პარამეტრების საშუალებით გადასცემ თქვათ ინფორმაციას ID-ის ინფორმაციას გადასცემ და იმის რა ქვია გვერდის ხელახალი ჩატვირთვის გარეშე ეს ინფორმაცია ამოიცვლება ბოდიში
ეგ არის ძირითადი single page აპლიკაციის მექანიზმი, რაც ხორციელდება თქვათ Angular-ის გამოყენებით. ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმი არის routing-ი. ეს სწორედ routing-ზე უნდა გავამახვილოთ ხოლმე ყურადღება, როცა გვეკითხებიან single page აპლიკაციის განხორციელების მექანიზმები რა ვიცი და რა გვაქვს. ესაა routing-ი თავის query პარამეტრების გადაცემით და ერთ-ერთი ისეთი გამორჩეული მეთოდია Angular-ში. აბა გავაგრძელოთ ახლა პრინციპში შენ პრინციპში ყველაფერი გვიჩვენე, მოდი ისევ კოდს დაუბრუნდი და მაჩვენე კალათში როგორ ხდება თქვათ იმ endpoint-ების გამოძახება, რომლითაც შენ ამატებ, შლი, update-ს უკეთებ თქვათ კალათაში ჩაგდებულ იმას რა ქვია, ელემენტებს, პროდუქტებს. ერთი წუთით აქ home service TS-ში მოქვს გამოყენებული ეს შექმნილი რაც გამომადგენლობა იმ home კომპონენტი TS-ში შემდგომ. ვთქვით. ცოტა რომ გააზარდო კოდი, კარგად დავინახავ. Ctrl+-ით, ან პროცენტი რომ მოუმატო. მოიმატა? არა. Control-ი და მაუსის გოგოლაჭი წინ გაატრიალე თქვათ. მოიმატა. კარგია იყოს კი, ბატონო, კარგია. კარგი. აბა მაჩვენე ის ადგილი, საიდანაც იძახებ შენ ამ სერვისს. აი get all-ი გიწერია. კი ბატონო. კი, აქედან მოქვს ყველა პროდუქტები. აქ გამოვიყენე ის შესაბამისი ფუნქცია, რომ პირდაპირ ჩამესვა ეს ლინკი რომ ამწამდოთ 12 წერა და უბრალოდ გვერდზე მოქვს შემდეგ მიწერილია ყველგან გამოყენება. API URL ცალკე შექმნილი ცვლადად, რომელსაც იყენებ სერვისის გამოძახებისას. უბრალოდ ამატებ ამ სერვისთან დაკავშირებულ კონკრეტულ endpoints, ხო? კონკრეტულად პროდუქტს, აი რო გიწერია, ნახე, მე-17 ხაზზე ბოლოში get all. ანუ ესენი აი კონკეტერაცია ახლა აქ შენ რაც გააკეთე, ზის API URL-ი რო გაქვს დაამატე ამ ზის API URL-ს კონკეტერაციით დაამატე აი დანარჩენი ესა string-ის პროდუქტს get all. და ამით უკვე მივწვდით საბოლოო პროდუქტს, ხო? ყველა პროდუქტს ერთად. კი ბატონო, სწორია, კარგია. აი, აბა მაჩვენე ის ადგილი, სადაც ვთქვათ იძახებ იმას, რა ქვია, წაშლის ფუნქციონალს. კალათაში წაშლი. წაშლის ფუნქციონალი ერთ უცხო ხლავე აქეთ არის. აქეთ მაქვს ეს remove from basket-ი, delete მაქვს გამოყენებული. კი ბატონო. ID-ს გადაცემ, აი ნახე პროდუქტ ID-ს გადაცემ. და პროდუქტ ID-ს მიხედვით ხდება აი ამ შენ endpoint-ის გამოძახება. კი ბატონო, კარგია, სწორია, ყველაფერი კარგად არის. აი, მშვენიერი. მოდი ახლა სიტყვა გადავცეთ შენს ჯგუფელს. ვანტა მოვიწყდა. მე პერეკაშვილი. პერეკაშვილი, კი ბატონო, პერეკაშვილი. დიანა, აბა ახლა შენ უჩვენე რა ნაწილი გააკეთე შენ? და რესპონსიობა შენი გაკეთებულია როგორც ვიცი, ხო? დიახ, მაგრამ ანუ ბევრი არც ესე თქვათ არაფერი აღარ იყო. ესე თქვათ ნიკა მე მგონი დატოვებს, ხო? ხო, ნახე რა მაინტერესებს, შენ გააკეთე ფილტრაციის ფუნქციონალი. ხო, სწორად ვიცი, ფილტრაცია გააკეთე კატეგორიების მიხედვით და იმ დანარჩენი პარამეტრების მიხედვით, ვისაც იფილტრება, თქვათ არის შეიცავს თუ არა, თქვათ სიცხარეს და სიცხარის ზომა. სიცხარეს ვეგეტარიანული არის თუ არა და დიახ. თუ არა თხილს შეიცავს თუ არა. ეგენი ფილტრაცია და ეგ ხო შენ გააკეთე? კი. ხო. აბა მაცენე, რას იძახებ, რომელ endpoint-ს იძახებ, რომ ფილტრაცია განხორციელდეს, თქვათ. აბა ეგ ადგილი ჯერ ნიკოს თხოვოთ? ნიკას თხოვოთ, ხო, თუ შეიძლება. აბა თხოვოთ რა ადგილია და შენ მითხარი რომელ ხაზზე რას აკეთებს? აბა მითხარი, სად იძახებ? აი ხაზების ნომერი მითხარი.
ხო. რომ გავაზიაროთ თუ არის. აბა სად ვიძახებთ ამ endpoints? როგორ რომლითაც ხდება ფილტრაცია. აი, თუ შეიძლება ნიკა რომ გავაზიაროთ ისა. აბა ფილტრაციის ეს ფილტრაციის სად იყენებ? აბა მითხარი რომელ ხაზზე გაქვს? კაი, მაშინ ნიკას ვთხოვთ. აი რომელ ხაზზე იძახებ იმ endpoints, რითაც მე ფილტრაცია ხორციელდება. ნიკა, შენ გითხარი, აბა? ხმარის მის ნიკა შენი. გათიშულია. filters price. ხო. აი უშუალოდ გამოძახებას ახდება. get პროდუქტი გქონდა აქ და პარამს ნახე? ხო. აქედან გადმოვიტანა შენ home component-ში ეს get filtered პროდუქტი. აი თითოეული პარამეტრის მონაცემები აგერ გიწერია, შენ კატეგორიას გადასცემ პარამეტრად, spices გადასცემ სიცხარეს, ვეგეტარიანული თუ და nuts. აი ამის მიხედვით აქვს ფილტრაცია გაკეთებული და მთავარი რასაც იძახებ ეს არის products gets filter all products. ეგ არის. კარგი. აბა ახლა შემითხარი დიანა რესპონსიულობა გვაქვს თუ არა გაკეთებული და დემონსტრირება გააკეთოს მაშინ იქამ და შევხედოთ კი, რესპონსიბული არის. აი, აბა შევხედოთ. პატარავად თუ შეიძლება. აი. ფილტრები რჩება ზევით მაინც. აჰა. იდეა რა იყო, აქ თქვათ ფილტრები კარგია რომ ზევით რჩება და როცა ძალიან პატარავდება, ისე იმ ადგილას რჩება თუ ხო, გადალაგება ხდება. კარგია, ძალიან და მარტო ჩვენიერი. კი, კარგია, საკმარისია. ერთუთი გააჩერე, ცოტა გაზარდე გააჩერე და ჩამოსქროლექვევით, ახლა ჩამოსქროლექვევით, ნახოთ რა ხდება. გადალაგდა ერთ სვეტად, ეს შვედი ცალკები. აბა გავზარდოთ, ქარდებზე გააჩერე ერთუთი ნიკა, ქარდებზე გააჩერე და გავზარდოთ, აბა სიგარეში. აი, რითი დაალაგებ დიანა ეს grid თუ flexit? Flexit. ჩვენ grid გავულიგავთ, ხო? არა, grid-ი არა. grid-ი არა. flexit ვაკეთებთ, ხო? ხო, flexit მშვენიერია, კარგად ამორგებული რესპონსიულობაზე. კარგი, აბა კალათაზე გადავიდეთ და კალათა თუ არის რესპონსიბლი ეგეც ნახოთ. მეორე გვერდი? კალათაში დავამატოთ რაღაცა და მე კალათაში გადავიდეთ. ესა კალათაა? თეში რომ დავამატოთ და მეორე. ცოტა ჩავაგდებ და აი ესა კალათა, ხო. ჩამოდება? აბა დააპატარავე. ეს მე მგონი გაქვს ცხრილი სახითაა გაკეთებული რიგა? თეიბლი გამოყენებული აქვს თუ როგორ დაალაგებ? დივებით აქვს? თეიბლი მაქვს გამოყენებული. თეიბლი. უბრალოდ გიჩვენებ, თეიბლი არ გამოიყენებთ ხოლმე განსაკუთრებით რესპონსიობის დროს. აი ნახე, იზოლებული იყავი რომ დაგიპატარებები და პროცენტულად იმიტომ რომ ხო ტექსტები ხო რომ დაპატარებული იყო და ჯობია დივები გააკეთო და საჭიროების შემთხვევაში ამ დივებს ერთმანეთის ქვეშ გადაალაგებთ. ნახე, ფაქტობრივად ჩათვალე რომ ეს არის თითეული ჩანაწერი არის ერთი ქარდი რა და ქარდად შეგიძლია აქციო თუ დაპატარავ და აღარ მეკითხება და ქარდს გაუკეთებთ ღილახს წაშლას და ქარდს გაუკეთებთ ერთ-ერთ ინფუტველს სადაც რაოდენობა შედის. უფრო ლოგიკური იქნება. ანუ ზოგადად რესპონსიობაში თეიბლი არ მუშაობს კარგად და ერიდებ თეიბლს. ნუ შეიძლება ახლა ამ შემთხვევაში კი მუშაობს, მაგრამ ნუ რაღაცები პრობლემები ხდება წაკითხავს. კარგი, რა ვიცი, მე კმაყოფილი ვარ პროექტით. ცოტა უფრო მეტი შეიძლებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩათვლის ღირსია თქვენი პროექტი და ორივე ჩაგითვლით, აგერ დავიწერთ ჩათვლას ნიკოლოსას და დიანასაც. ჩათვლა მიღებული გაქვთ. რახანაც ჩათვლა მიღებული გაქვთ, რა თქმა უნდა, ამ სიას გადავცემ მე მენეჯერებს და დაგიბეჭდავენ იმას და დაამზადებენ დიპლომებს და გაიცემა. ამასთან დაკავშირებით მე მოგელაპარაკებიან რა და როგორ ხდება.
შემდეგ წარმატებები აბა ნიკოლოზ და დიანა. მადლობა ასევე. მადლობა. შემდეგი ოთიაშვილი გიორგი. უგასვათ ერთ კითხვა მაქვს. დიახ. თქვენ ხო თქვით, რომ თუ ვერ მოასწარით, თუ რამდენიმე წელს დაგიმატებთ და რაღაც პრობლემა შემეექნა ბასკეტთან დაკავშირებით და შეიძლება ეგრე რომ 1-2 დღე დამიმატოთ? კი, შეიძლება რამ კიდევ შეექმნა პრობლემა, ბარემ რომ ვიცოდე და მაგის მიხედვით ჩავნიშნოთ თქვათ ერთი ისა შეხვედრა კიდე. დანარჩენებს გვაქვს პროექტი? ვის არ აქვს პროექტი ხელი აწიეთ თქვათ? აუ, მე მაინტერესებს იმაზე, GitHub-ზე უნდა ავტვირთოთ ხო? ანუ ეს რაც გავაკეთეთ. GitHub-ზე უნდა ავტვირთოთ და აქვე ჩამიგდეთ ლინკი, GitHub-ის ლინკი. ხო, იმიტომ რომ მე ავტვირთე, მაგრამ რაღაცა გამიწითლა, არ ვიცი და მე თავიდან უნდა ვცადო და მოგვიანებით რომ მოგწეროთ Teams-ში. კი, ეხ ჩათვლა მიდებული, რომ უბრალოდ დოკუმენტი ხომ და მეჭიროს ხელში და მეც კიდეზე ვიწვალე და ვერ ავტვირთე ზუსტად. მეც ვერ ავტვირთე GitHub-ზე კარგად. მეც გამიწევ. გიორგი შეცვალა ელიაო გიორგი ვერ ავტვირთეთ? ვერა, ან მეც ნიკოლოზივით გამიწთლდა GitHub-ზე რო ვტვირთავდი რა. და უნდა ვცადო ხელთავით. თავიდან ცადით არაფერი პრობლემა არ არის. აი, შემდეგი არის ოთიაშვილი გიორგი. და ეს გამარჯობათ კიდევ ერთხელ. გამარჯობა გიორგი. რაღაცა კითხავს და მგონი ვიღაცა ვერ გავიგე ხმა. მატარებლების საიტი გავაკეთე, მაგრამ ვიღაც რაღაცას კითხულობდა მე მგონი უბრალოდ გავაწყვეტინე. აბა ვინდეს რამე ხო არ გაინტერესებთ, აბა მკითხეთ ბარემ და გიორგისაც და მოусმინეთ. ეს გადაბარება თქვენ მეტყვით რომ მომწერთ თუ ეხლა ბოლოს მეტყვით როგორ მოხდება? თუ ის GitHub-ზე ავტვირთო პირდაპირ და მე იქნა ხალხი. არა, GitHub-ზე ატვირთვა ცალკე თემაა და პრეზენტაცია ცალკე თემაა. GitHub-ზეც როცა გინდათ მაშინ ატვირთეთ, მაგრამ პრეზენტაციაზე უნდა შევთანხმდეთ განმეორებითი პრეზენტაცია როდის იქნება. სხვას თუ გაკეთებული აქვს ყველას, ხო? მაშინ შეიძლება ინდივიდუალურადაც წარადგინოთ ეს, მაგრამ მე ეჭვება, იმიტომ რომ ახლა ნახეთ, ბევრი არც არის შემოსული. მაგალითად, წიგლაური ნინო არც წინაზე იყო, არც ახლა შემოსული. ამათან რა ხდება, ხო არ ვიცით? პაპაშვილი მერი მაგალითად. არ ვიცით. მაბადაშვილი სალომე, ეს გოგოები დადიოდნენ საერთოდ? სალომე, ნინი და ლანა კი. კი, უბრალოდ აი გულია ლანა, ხო დადიოდნენ? კი. რატო შემოდიო, ხო არა გაქვთ კომუნიკაცია? მაგრამ ბოლო რაღაცა აი დაახლოებით 20-ის მერე, 20 დეკემბრის მერე აღარ შემოსულან და ლანა ვიცი რომ მუშაობს და ხშირად ვერ ახერხებ და შემოსვლას, მაგრამ ჩანაწერებს უყურებს, ეხლაც უყურებს, როგორც ვიცი, ხო და აინტერესებდა ბოლოვადა როდის იყო. ხო, მოგეთ ასე დავთქვათ მაშინ. რახანაც ეხლა ძალიან მეეჭვება რომ ამათ რაღაც მიყვანილი ქონდეთ რაღაც დონეზე. ამიტომ მოდი ერთი კვირას მოგცემთ და არა უდრეს. ანუ ერთი კვირის თავზე იქით სამშაბათს, მოდი მე ვეღარ გადავავადებთ, ვისაც ექნება, ვისაც არა და ვეღარ მიიღებ ჩათვლას. ერთი კვირის განმავლობაში რომ ჩამობაროთ, ვისაც არა გაქვთ გაკეთებული პროექტები. აი ალბათ მოისმენთ ჩანაწერს და მათაც მიმართავთ. კიდევც პაპაშვილი მერის, მამადაშვილი სალომე, გუჩუა გიორგი, გუნია ლანა. ბერიანჯე ლევანი. აი ამათ გადაიცით რომ იქ მომავალ სამშაბათს, ამას დავწერ კიდევაც საქმე ჩატში. მომავალი სამშაბათი არის 21 რიცხვი და 21 იანვარს გვექნება განმეორებითი პრეზენტაცია. მე უკვე ვერ მივიღებთ ჩათვლას. კარგით, აბა ოშტვაში ხო, კითხვა თქვენი ეგ იყო, ხო, ისა კახურაშვილი ლუკა ხო თქვენ? დიახ. ხო, ლუკა მოკლედ იქით სამშაბათს საკმაოდ დიდი დრო მოგეცით და ბოლომდე მიიყვანეთ პროექტი. კითხვა ხო არა კიდე? არა. არ არის. კარგით, აბა გავაგრძელოთ გიორგი მაშინ. დიახ. აი ეს მატარებლების საიტი გავაკეთე ჯერ ფუნქციურად განახებთ, აი მივყვები. მაგალითად, ჩამონათვალის ფილტრაციას დავამატე თუ თბილისს ავირჩევთ, აქ თბილისი გაქრება და ასე შემდეგ. თქვა ავირჩევთ ბათუმიდან. და გვაჩვენებს რეისებს, რომელიც ამ განრიგს ემთხვევა, ნებისმიერს ავირჩევთ უკვე. თქვათ თუ ერთ გზავს ავირჩევთ, ერთ გზაზე გვეხსნება
კონტაქტის ინფორმაცია თუ ორზე. აქ ვალიდაციები მაქვს, თქვათ, თუ ნომერი 9 სიცხეს არ დაემთხვა და ასე შემდეგ არ გააკეთებს. თქვათ, ნუ ამას უბრალოდ შევავსებ. კი. და ერთი რაც სულ მოვასწარი იყო, ეს აი პოპ-აპის გასტილვა. ადგილს არჩევა? არა, გასტილვა თორე ინფორმაცია წამოვიღეს სტილების. ინფორმაცია მოდის? კი, დაჯავშნილებით ჩანს აი grayed out დაჯავშნილია. სტილი ვერ მივეცი, უბრალოდ აი ვეღარ მოვასწარი. ხო. თვითონ ის ჩვენი საიტი ნანახი გაქვს, ხო? თქვა ამაზე კი, რა თქმა უნდა. იქ შეგვიძლია შემოიტანო გრაფიკული ელემენტებიც, მატარებლის ფორმის რაღაცა შეიძლება და მაგას ვეძებდი ზუსტად და უკვე აი დღეს ვეღარ მოვასწარი. არა უშავს, ფუნქციონალი ვნახოთ და დროს მოგცემ. კაი ნამუშევარი გაქვს. აბა თქვა ავირჩიეთ რაღაცა, ნუ ავირჩიოთ, აბა ადგილები. აი თქვა ავირჩია აი 10C სიტყვაზე და მიენიჭა თქვათ 8 მიენიჭა აქაც მიწერს და ფასის ჯამს მithვლის კი აქაც ჯამს მithვლის და ნუ ესეც ვალიდაციისთვის სჭირდება აბა გადახდა გადახდა და ეს ანუ ეს ბარათის და ეს პოპ-აპების დამჭა რა ბატონო ხო ეხაც გასასტილი გაქვს თორე კი ბატონო ეს პოპ-აპ კი მუშაობს რა თქმა უნდა ეხლა გავაკეთებ და ამის შემდეგ უკვე ნუ ალერთი გამოგვდისო და რეგისტრირდა თუ რაღაც შეცდომა იყო გამოგვდისო არ დარეგისტრირდა და გადავყავართ უკვე ბილეთს სადაც ვიღებთ ნუ ბილეთის უნიკალურ ნომერს გაცემის თარიღს გამგზავრება ჩასვლა საკონტაქტო ინფორმაცია ანუ საკონტაქტო ინფორმაცია იმეილი და ტელეფონი და უკვე მგზავრებზე ინფორმაცია კარგია აბა ისა დაუბრუნდეთ ბილეთის შემოწმება დაბრუნება გვაქვს გაკეთებული აი მარჯვენაზე კი დაბრუნებაც მაქვს დიახ აბა ჯერ ნუ აქ მოხს ახლა ამ შემთხვევაში ჯერ შემოწმება გავაკეთოთ დაბრუნება არ გვინდა კი ბატონო აბა შევიტანოთ ის ნომერი ოჩო ყველა ფუნქციონალობას ნუ მაინც ვამოწმებდი ხოლმე რა თქმა უნდა აქაც არ ჭირდებოდა მაგრამ ნუ აქაც რა თქმა უნდა იგივე გამოაქვს იგივე გამოიკვე კარგია ბილეთის გაუქმებაც გვაქვს აბა გაუქმე ბილეთი აი და ბილეთი წაიქ დამიწერო წარმატებით წაშლილია ID-ის ნომრით და ეხლა უკვე რომ მოვძებნოთ იგივე ნომრით უკვე ბილეთი არ მოიძებნა როგორც სიტყვაზე IT-სტებზეც რო ვცადოთ ბილეთი არ მოიძებნა კი ბატონო გიორგი ახლა ასეთი რაღაცა გავაკეთოთ ჯერ ვნახოთ თუ გახსოვს რომელი იყო დაჯავშნილი თქვათ და იგივე რო დავჯავშნოთ თქვათ იმას ვერც დაჯავშნი ისეგა გაკეთებული ხო ადგილს ხომ არა კი ის ოკუპაიდზე მაქვს true და false ბულენის და თუ არა შეგვიძლია შევამოწმოთ ხო ნუ ჩანს კიდევაც დაჯავშნილები ასე ვთქვით კი აი დაჯავშნილები რაც არის ვეღარ ავირჩა ნე კარგია ნამუშევარი ძალიან კარგია რაღაცა გახსნილი გაქვს ბარემ რესპონსიულობას ვნახოთ აბა და მე კოდ შევხედოთ კი ბატონო რესპონსიულობა აი აქ მას ესე ლაგდება კი კარგია აბა ისა დავიწყოთ ზებნა მე ვნახოთ რესპონსიულობა რა დავიწყოთ ანუ დაფილტრე აბა თქვა საიდან სად ეგ ყველაფერი ჩაწერე და ვნახოთ მე იქ როგორია რესპონსიული თქვა ბათუმი გზავრები თქვა იყოს 2 აბა ახლა მის რესპონსიულობა ვნახოთ ეს თეიბელია და თეიბლი გაქვს შენ გამიგებული ხო ერიდეთ ხოლმე თეიბლს იმიტომ რომ რესპონსიულობაში ყოველთვის პრობლემა შეიგივით კი ახლა მუშაობთ და შეიძლება არ პატარავდება ტექსტები მაგრამ არის ცვლილები თუ დაამტკიცებელია იქ უკვე იძულებული იქნებით რომ დააპატარავოთ და წაკითხვის საშუალებას აღარ გეცემს ცვლილები ანუ overflow scroll-ზე ვაყენებ ხოლმე და თუ გავსკროლ აი ეგეც ანუ შეიძლება break point-ი დააყენო ისეთი რომელიც გარკვეულ break-ზე უკვე ამას გადააკეთებ დივებად არა თქვა კარგი აბა იმაზე შევიდე თქვა დაჯავშნაზე შევიდე და იმის რესპონსივი აი ამის რესპონსივი არა მაქვს ამ გვერდის არა ხო ამ გვერდის რესპონსივი აი დამთავრებს ეს კი აი ეს კარგი მოდი გიორგი აბა თვითონ კოდი მაჩვენე ახლა ეს ჩვენი ყველა კაი ნამუშევარია მაგრამ კოდიც ვნახოთ აბა კი რა თქმა უნდა ესე იგი ნახეთ კოდში მაინტერესებს რა რამდენ კომპონენტებად დაყავი კომპონენტების სტრუქტურა როგორ გააკეთე და თქვათ როგორ იძახებ endpoint-ებს ერთ-ერთი მაინც რომ მაჩვენე
კი ბატონო. მოკლედ სტრუქტურა, გავაკეთე ესე shared folder-ში მაქვს კომპონენტები, დამჭირდა, app კომპონენტის გარდა დამჭირდა 5 კომპონენტი. ძირითადი app კომპონენტი მხოლოდ გამოიყენება, რომ header-ი და footer-ი იყოს და დანარჩენი უკვე შუაში შემოდის, routing-ით. და სიტყვაზე routing ფაილი გაჩვენოთ თუ ამ შემთხვევაში. routing ფაილი მაჩვენე კი და მომიყევი რა ხდება routing-ში. კი ბატონო, პირველ შემთხვევაში ფასი როცა ცარიელია 4200-იც localhost-ის შემდეგ home-ზე გვიშვებს და შემდეგ თითოეული კომპონენტისთვის, მაგალითად check ticket-ისთვის, check ticket-ი ეწერება link-ზე ბოლოში და გადადის check ticket კომპონენტზე და შესაბამისად ესე available departures, book ticket და ticket for disabled სახელები ლოგიკის მიხედვით. აქ სამი დაგკითხა, თქვა პარამეტრის დატანება route-ში. keyword პარამეტრიც დამჭირდა, მაგრამ აი მთავარს მოგიყვებით, რადგან აი ესეთი ლოგიკა დავიჭირე, რომ რადგან ინფორმაციას უკრიბავდი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა კომპონენტიდან და საბოლოო ჯამში მჭირდებოდა გასაგზავნად, ხო, ანუ ყველაზე keyword პარამეტრით გატანების მაგივრად ვიფიქრე, რომ service ფაილში შემენახა ეს ინფორმაცია და საბოლოო ჯამში request body-ით გამემგზავნა და ის საერთო ჯამში აქ უკრიბავ ყველა ინფორმაციას და შემდეგ ვაგზავნე იქიდან. ეს არის ჩემი service ფაილი, ყველა თითქმის ყველა მეთოდი აქ მაქვს, რაც უშუალოდ არ უნდა ყოფილიყო კომპონენტში. ეს მაქვს კი, ამ შემთხვევაში რახანაც ბევრი ინფორმაციის თავმოყრა გიწევს. ჯობი ასე ერთად ხო, სათითაოდ query პარამეტრით გატანებას ვიფიქრე, რომ რაღაცა ესე ისტორია. მეც ნიკოლოზივით ეს API URL-ი შევქმნი იმისთვის, რომ არ გვეწერა სათითაოდ და მე ვუმატებთ უბრალოდ ამ slash-დან თავის ინტერფეისებია ყველგან, ანუ any ნახმარი არ სადარ არის ეს ინტერფეისების ფაილი, 8 ინტერფეისი დამჭირდა ჯამში. და რა ვიცი, სხვა უბრალოდ რა ყველაზე ძალიან კარგად ორგანიზებული კოდი გაქვს. ყველაზე მეტი აქ დამჭირდა. ნაფიქრი გაქვს და მომეწონა რომ ერთად კლიფავ ინფორმაციას და ისე აგზავნი და არა თქვა სათავო query პარამეტრებით. კარგია. პრინციპში ნახე მე შეფასების რამოდენიმე ისა გვაქვს კრიტერიუმი. არის ჩვეულებრივი ჩათვლა და არის ვარსკვლავიანი ჩათვლა. ისეთი კაი ნამუშევარია ვარსკვლავიანი ჩათვლას იმსახურებს, თუმცა გიორგი დასამთავრებელი გაქვს ბევრი რაღაცები. ახლა ვარსკვლავიანი ჩათვლას დავწერო, თქვა იქ მაგალითად ზოგიერთი გვერდი არა გასტირული და ეს არ შეიძლება. მოდი ასე ვქნათ. ხო, მე ჩათვლას დაგიწერ, თუმცა მოგცემ დროს, ისევ შენს იქიდან კვირის ბოლო 2-3 შაბათამდე, თუ შენ ამას ყველაფერს ბოლომდე მიიყვან, ვარსკვლავიანი ჩათვლას დაგიწერ და ეს იმის საშუალებას მოგცემს, რომ უფასოდ გახვიდე საერთაშორისო გამოსხივებას. ძალიან მინდა ეგ. ხო. ხოლმე დაამთავრო, ისე ვერა. კი, ანუ ეხლა მექნება ჩვეულებრივი ჩათვლა და სამშაბათს დამთავრებას მოვიტან და აი გიწევ ჩემ ფაილს ჩათვლას. უგმესი მადლობა. და თუ გაქვს საშუალება და დრო, გამონახე და დაამთავრე და იქიდან სამშაბათს მაჩვენე. კი, ვარიანტი და დააგიწევ ვარსკვლავიანი ჩათვლა. თავ ინფორმაციას პრივატული გოგოებს და დაიგავშირდებიან და მე შეგიძლიათ certificate-ის გამოცდაზე გახვიდე. certificate-ის გამოცდაზე გასვლის მოთხოვნას თუ გამოგზავნი, მე შენ გამოგიგზავნი იმ მასალებს, რითაც უნდა მოიმზადო. ერთი თვე დაგჭირდება, რომ მოიმზადო, მე გახვდ და თელ შეგიწყოთ ყველანაირად. უღმესი მადლობა. კარგი პროექტია, ოჩა. მადლობა. გიორგი ნამდვილად დაიმსახურა. კი. ხო, აი ბოლომდე მიიყვანოს და ვარსკვლავიანი ჩათვლას დაუწევ. აუცილებლად. მადლობა გიორგი წარმატებები და დაველოდოთ სამშაბათს შენს უფასოა პროექტს. 8 საათზე იქნება ალბათ ჩვეულებრივად. 8 საათზე ჩვეულებრივ, აი როგორც ახლა ვატარებ, ისიც დაწარდება. დიდი მადლობა. ლუკასთან დაკავშირებით გავიგეთ და გადავიტანეთ. მოდი აქ აღვნიშნავ ამასაც, რომ ესე იგი შემდეგზე გამოვა გიორგი დამატებით ესე ვარსკვლავიანი ჩათვლა. გამოვა ლუკა, ხო, ლუკას ეკნება დასამთ. ლუკა, რა პროექტი გააკეთე შენ? ლუკა არ არის. ხო, იყო შემოსული. არ ვიცი. მაგრამ გავიდა როგორც ჩანს. კი ბატონო. ხო, მოგეთ ლუკა იქნება და გიორგი და დანარჩენები ვინც არ მინახია საერთოდ.
კარგი, შემდეგ ყავს კაკიაშვილი კახაბერი. კახაბერი ხო აქ ახლა? კი, აქ ვარ. გავაზიარებ ახლა. აბა, გაგუზიარებ. ჩანს ხო? კი. ჩანს. მოკლედ მე მაქვს რესტორნის საიტი. წინაზე როგორც განახეთ, წინაზე მითხარით, რომ ყველაფერი კარგად იყო, უბრალოდ რამოდენიმე ჩასწორება იყო საჭირო, აი ეს ვეგეტარიანული და თხილიანი შევცვალე, მქონდა აგერჩია რა, დააჭერდი და იჩია და ეხლა შევცვალე აი ამ თოვლით რა. აირჩევ. აირჩევ თხილიანი. კი ბატონო, კარგად გაიკეთებია, მშვენიერი. სწორად მითქვა, რომ გაიკეთებინა. კატეგორიის არჩევა შეგიძლია. აჰა. გაფილტრო არის და აქ არის პროდუქტები ჩამონათვალი. რაც არის სტეპის. აბა დამატება გვაქვს კალათაში. კი, როგორ არა. ეს არის. დაემატა კალათაში. ბარემ ახლა წავგვერდეთ გავართ ისა კახაბერ, მოდი ბარემ ნახოთ რესპონსიულობა როგორ მუშაობს. ეხლავე. ბურგერ მენიუს გამოდის. დააპატარავი კიდე? კიდე დააპატარავი კატეგორიები ასევე რჩება თუ გადალაგება ხდება? არა, გადალაგება ხდება. აი. აბა მაჩვენე. აუზია. და შემდეგ გადის ერთი. კი, კარგია. სკროლი რო გაჩნდა, ქვევით არაა კარგი. აბა მაჩვენე სკროლი რატო გაჩნდა, გაწიე სკროლი ქვევით. გააჩერია და ქვევით მაჩვენე, ახლა სკროლია ქვევით. ახაბე. ერთი წამით. აი სკროლი ნახე. აბა აი ნახე რაღაცა გაგიქცა იქ. დაგიზევით, აი ეს გაგიქცა, აი კახას რესტორანი გაგიქცა და მაგას მერცი ყო, მაგის გამო მოხდა რომ დაიყო რესპონსიულობა. ეგ არაფერი. და ნახე ეს ქვევით ჩამოგივარდა ბურგერმენიუ. კი, გამოვიდა აქეთ. ეს გამომიყარა ალბათ. კი, ეგ ნახე გაასწორე. აბა კალათა ვნახოთ. კალათაც კარგია. აი ნახე, აქ ვის ქონდა მასე გაკეთებული? ხო, ყველას მასე ქონდა გაკეთებული, რომ ცხრილი იყო, თეიბლი იყო გაკეთებული და ახლა გაუკეთებია ცალ-ცალკე ისინი ქარდები და ეს უფრო სწორია. რესპონსიულობის დროს ქარდები უფრო მუშაობს და დივით გაკეთებული ამის აღწერა და აქ ეს პრობლემა უკვე აღარ დაგიდგა კახაბერ, რომ ცხრილის ეს გარესპონსიობა არის საკმაოდ რთული და ხანდახან პრობლემებს გვიწყობენ. კარგია ეს, რომ ასე იგივე გაიკეთებია. აბა აპდეიტი გავაკეთოთ, აი თქვა არწაშალო, აპდეიტი გააკეთეთ, თქვა დააკელია მომო. კი ბატონო, არის, მუშაობს. აბა წაშალე პროდუქტი. წაშლება, აჰა, წაშლაც მუშაობს. კალათაც არის. კი ბატონო, წარიელია. მშვენიერი, კაი ნამუშევარია. ხო, გასასწორებელი გაქვს რაღაცეები. კი, და მოდი აბა ეს ფილტრაცია მაჩვენე როგორ მუშაობს. ფილტრაცია. აი სიცხარე მიუთით ვთქვათ. სიცხარის მიუთით. მაგალითად ორს ვფილტროთ, ესეთი პროდუქტი არ არის სავარაუდოდ. კი ბატონო, ყველა მიეცი, ორ მიეცი და მე გაფილტრო სიცხარე. სიმწარის დონე 2, დონე სიცხარის სიმწარის. კი ბატონო, მუშაობს შვერად. აბა დანარჩენებს გავფილტროთ, ვთქვათ სიცხარების მიეცი. კი ბატონო. და ვეგეტარიანული იყოს ვთქვათ. კი ბატონო. კარგია. რამდენი დღე იმუშავა კახაბერ ამ პროექტზე? წინაზე როგორც გითხარით, დაახლოებით 3 კვირის უკან დავიწყე ამაზე მუშაობა, დრო ისე არ მქონდა, რომ დიდი დრო გამომეყო ყოველ დღე ამისთვის და დღეში რამოდენიმე საათს უთმობდი რა. შეიძლება 1 საათს და ცოტა გამეწევა რა, ისე ვთქვათ და. ხო. რაღაცები დასახვეწია კახაბერ, დახვეწე ჩათვლა მიღებული გაქვს, შვენიერი ნამუშევარია. ჩათვლას დაგიწერ, კოდს აღარ ვნახავთ, იმიტომ რომ ჩანს რომ კარგად აქვს გაკეთებული. დაგიწერ ჩათვლას და ხოდ გაასწორე, რაც გასასწორებელი გაი რესპონსიობასთან დაკავშირებით პატარა შენიშვნები ჰქონდა. ჩავასწორებ.
გამომიპარა ეგ თორე გარდაუღების. კარგი, შემდეგი ყავს შემდეგი ყავს ელიავა გიორგი. ავაზიარებ ხავ ეკრანს. აბა გიორგი. რესტორანია შეგიც. ესაა ჩემი რესტორანი. კი ბატონო. ფილტრაცია. აბა დავიწყოთ მე კატეგორიით გავფიქროთ ჯერ. კატეგორიები ნახოთ, ხო, აი მასე, გააჩერე. ეცუთი გააჩერე ერთ-ერთ კატეგორიაზე და მაუსი გამოიტანე მაგარეთ. ნახე რა პრობლემა გვაქვს გიორგი? აი თქვათ გავფიქროთ სუპები, ხო? დააკლიკებ სუპზე. და მაუსი გამოიტანე ქვევით. მე ახლა ვერ ხვდები, რიცია გაფიქრული, ეს სუპია თუ სალათაა, ხო? სალათი. ამიტომ ნახე, როცა დავაკლიკებთ, ის შეფერილობა, თქვათ იმ გილაკის, უნდა დარჩეს. მაგას როგორ გაგეთქვა, მოიფიქრე როგორ შეიძლება მოგაგეთქვა. მივხვდი ხო რა გითხარი? ესეთ სიტუაციაში რომ დარჩეს, ხო? ხო, აი, ხო, ჰოვერზე ხო შეიცვალა ფერი. ეს სიტუაცია დარჩეს არჩევის შემთხვევაში. ჩვენ უკვე ვიცით ID რომელი იქნებოდა, სუპის ID რა, კატეგორიის ID რა იქნებოდა და იმ ID-ს შესაბამისი ღილაკი უნდა მოძებნო, იცი რომელიცაა და უნდა შევუცვალოთ თქვათ გასტილვა. იხდი ხო რა უნდა გაკეთდეს? ეგ ერთი შენიშვნა. აბა ვნახოთ ფილტრაცია როგორ მუშაობს, თქვათ თუნდაც სიცხარის მიხედვით. კი, აი ნაცი იყოს კი ბატონო. ნაცი იყოს, აი შეიცვალა აქ. კი, სწორია. აბა სხვა რამე ვნახოთ. ხო, არის კი ბატონო, სწორია. აი ესენი ეგეც არის კი ბატონო. რესეტი მუშაობს, ფილტრის რესეტი. კი. აბა დაარესეთე. ოკეი. ისა სიცხარე არ დარესეთდა. ეს წამი დაი. და დარესეთ. აჰა. კი ბატონო. კარგი. მოდი ამის რესპონსიობა ვნახეთ, ბარემ აქვე ვართ, ამ გვერდზე ვდგევარ და მე გადავიდეთ კალათაზე. აბა გააჩერი აქ და ისე დააპატარავე, ვნახოთ რა მოსდის კატეგორიებს. აჰა. აი სკროლი გაჩნდა გიორგი. სად? აჰა. აი წეღან, აი ახლა ნახე სკროლია. შეგეძლო? რაღაცა გაგიქცა, ალბათ ესპეციალურად. ხო. აი, ჩამოდი აბა, კიდე დააპატარავებ, ნახოთ აბა რა ხდება. აბა ჩამოსკროლეთ. ნახე, ის რა ქვია, ფილტრაციის საიდბარი, მარცხენა საიდბარი. წესით ამ შემთხვევაში ჯობია გადავიდეს თავში. თავში უნდა იყოს ცენტრირებულად. და თვითონ ეს პროდუქტებიც ასე ვთქვათ ერთ სვეტზე უნდა იყოს დალაგებული რა. ანუ, როდესაც ვთქვათ მიაღწევს ვთქვათ ზომა, ეკრანის ზომა, მობილური ზომას, რაც გიქნება იქ განსაზღვრული break point-ში, მაგ შემთხვევაში ხო, უნდა გადაალაგო მთელი ეს გვერდი, ის რაც გქონდა ვთქვათ დესკტოპისთვის აღარ ივარგებს. ასე გემი. აი, აბა კალათაში დავამატოთ რამოდენიმე პროდუქტი და მერე კალათა ვნახოთ. კარგად დაგილაგებია. შენც არა გამოყენებული სავარაუდოდ ის არა. ტეიბლი არა. კი, კარგია. აბა შევცვალოთ, აპდეიტი გავაკეთოთ. რაოდენობა შევცვალოთ. აუ, რაოდენობის ის ვერ მოვასწარ სამწუხაროდ ხა. გამოცემა ვაკეთე. აი, წაშლა მუშაობს? კი. ტოტალი იწრება, total price-ი. total price და ეგ ვერ მოვასწარე. კაი ნამუშევარი გაქვს, ხო, დასამთავრებელია, ძალიან ცოტა დაგაგდა და მიიღებდი ჩათვლას. მოდი მე შენ ჩათვლას დაგიწერ, ხოლოდ იმ პირობით, რომ აუცილებლად გადმომიგზავნე. თუ ვერ მოახერხე მოსვლა, თქვათ იქ და სამშაბათს,
GitHub-ის ლინკი ჩამიგდე, მხოლოდ გასწორებული იყოს. თუ ნახე რომ არ არის დასრულებული, ხო, ჩათვალს აღარ დამიწერე. ახლა უბრალოდ რაღაცა მომეწონა, კაი პროექტია, კარგად არ გაგეცემ ყველაფერი, რესეტი მომეწონა რომ არის და. ანუ ისა total-ი უნდა გავასწორო, კიდევ Total-ი, რესპონსიობა და გასასწორო, ხო, რაოდენობა, total-ი, რესპონსიობა. სამი რაღაცა უნდა გაასწორო. კარგით. დაინიშნე. მადლობა. გიორგი მიიღო ჩათვლა, ხო, იმ პირობით რომ უნდა მაჩვენოს სამშაბათს ნამუშევარი, ისე ჩავთვლის რა. კარგით, შემდეგ ვიდარჩა. მეტი ბატონო? ერთი რაღაც მინდა გითხოთ, ბატონო გოჩა, GitHub-ზე ანუ სამშაბათს გამოსწორებულს რო გაჩვენებთ, მე ავტვირთო GitHub-ზე თუ ესეც ეს უკვე აგიტვირთოთ და იცი არის ატვირთით, ახლა შეგვიძლია ატვირთო პროექტი და მე როცა იმასიზამ, რა ქვია, დააპდეიტებ იმას GitHub-ს, ის ლინკი შეცვლა არ დაგჭირდება, ის ლინკი იქნება მუდმივად ჩემში და გამოკეთებულსაც დავინახავ და გასაკეთებულსაც დავინახავ. კი ბატონო. ანუ აქ გამოგიგზავნოთ Teams-ში ლინკი. აქვე ჩამიგდეთ და თქვენი გვარი გამოჩნდება, ვინ ჩამიგდო და მაგის მიხედვით მე აღმოჩნდა რომ დოკუმენტი მაქვს. ანუ ისა და რო გავაკეთე რაღაცებს ჩავასწორებ, აღარ ჭირდება ხელთაგან დატვირთვა GitHub-ზე ლინკს. არა. იქ უნდა დაფუშო შენთან რო იმუშავებ, შენ უნდა ატვირთო, თორემ მე კი გამომიჩნდება ეს ატვირთული, ერთ და იგივე ლინკზე ხდება ეს ყველაფერი. ლინკს ერთხელ რო გამომიგზავნი, საკმარისია, მაგრამ იმ ლინკზე შენ თო შეგიძლია იმუშაო, დააპდეიტო, შეცვალო და ასე შემდეგ. ითქი ხო? კარგით. კარგით, პრინციპში ვინც გამოვიდა ყველა ხო, ლუკას გარდა ყველამ ჩათვლა მიიღო. ლუკას არჩევნებია და დაველოდებით ესე იგი სამშაბათს. 1 2 3 4 5 ჩათვლა დავწერეთ. მე-6-ით შეიძლება დაგვეწერა ლუკასო ცოტა ეყოჩაღა. მაგრამ არა უშავს. ყველაზე ძალიან მაღალებს დანარჩენები, რომელიც არც ვინახია, ვინ არიან და აქტუალურად დაწყებული. მე ახლა მოვიწერები ამ ტექსტს და იქნებ თქვენ გადასცეთ, რომ ისინი სამშაბათის შემდეგ მე ვეღარ გავაგრძელებთ ჩათვლის პროცესს. დიახ, გადავცემთ. გადაიცით ხოჭი. კარგით ხალხო, აბა წარმატებები. მე ძველი სახელწელია და გილოცავთ. ვინ ჩათვლა მიიღო ამათი დიპლომები დამზადდება და მენეჯერი დაიკავშირდებათ, მარიამი ესაშვილი და ვისაც დასამთავრებელიდან დაამთავრეთ გიორგი ოთიაშვილმა აი ესეთი ცოტა რთული პროექტია, რა ქვია, ბილეთების დაჯავშნა და ამიტომ თან ბოლომდე კარგად გაართვა თავი, გასტიბარქო და თორე ახლავე დაუწერდი იმას ჩათვლას. სხვებსაც გაქვთ ამის შანსი, ახლა იმის გამო რომ ახლა არ დაგიწერეთ ვარსკვლავიანი ჩათვლა, ის იმას არის შანსი, რომ არ დაგიწერთ. თუ თქვა თქვენ ამ ხნის განმავლობაში, თქვა ერთი კვირის განმავლობაში, აი თქვა სხვა პროექტს აიღებთ, ასე მართალია, მაგრამ აი თქვა თუნდაც მატარებლის პროექტი რო გამიკეთოთ, ან თუნდაც თქვა ონლაინ მაღაზია პირველი პროექტი რომელიც აი რთული პროექტებია ესენი რა. ამა თუ გამიკეთებთ სრულფასოვნად, თქვენს მიიღებთ ვარსკვლავიანი ჩათვალს და გექნებათ შანსი, რომ საერთაშორისო გამოცდაზე უფასოდ გავიყვანოთ. შანსი არ გიკარგავთ ყოველ შემთხვევაში. კარგით, დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებას. ხამთის მადლობა ისევე. აბა, წარმატებები კარგად გრძელდებოდეთ. კარგად, წარმატებები.